ეს არის ახალი 6-ე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთი ადამიანი ტოვებს. ოპოზიციაში გადასულ ძველ უმრავლესობას ამჯერად გიორგი გოზალიშვილი გაემიჯნა. საკუთარი გადაწყვეტილება დეპუტატმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წერილობით აცნობა. რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი და როგორ აფასებენ ამ ფაქტს უმრავლესობით მოსული კოალიციის წევრები. ახლა პარლამენტიდან ნოდარ ჩაჩუას ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. ნოდარ, რა განცხადებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში გოზალიშვილთან დაკავშირებით? დიახთამთა გიორგი გოზალიშვილი უკვე ნაციონალური მოძრაობის მე-6 წევრია, ვინც უარი თქვა უმცირესობის წევრობაზე და მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა. როგორც თავად მან დატოვა განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტში, განცხადებაშია მოყვანილი და დატოვების მიზეზად დასახელებული აქვს პოლიტიკური შეუთავსებლობა თავად უმცირესობის წევრებთან. თავად დღეს გოზალიშვილს მთელი დღის განმავლობაში მედიასთან საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც პარლამენტის აპარატში განგვიმარტეს, იგი ქუთაისში არ იმყოფება, თუმცა კომენტარები და განცხადებები გააკეთეს მისმა ყოფილმა გუნდის წევრებმა, როგორც ისინი აცხადებენ, ეს არის ზეწოლის შედეგი და სწორედ ზეწოლის შედეგად მიიღო გოზალიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება. გიორგი გოზალიშვილი, როგორც უკვე გითხარით, არის მე-6 წევრი, ვინც დატოვა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა და უკვე დარჩენილი დამოუკიდებელ დეპუტატებს, 6 დამოუკიდებელ დეპუტატებს უკვე პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით შესაძლებლობა აქვს შექმნან ფრაქცია და საკუთარი წარმომადგენლობა ყავდეთ ბიუროში. უკვე საუბარია ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებითაც პარლამენტში, როგორც აცხადებენ, ფრაქცია, რომელიც ამ 6 წევრისაგან შეიქმნება, უპარტიო მაჟორიტარები ერქმევა. მან დაწერა განცხადება და გავიდა ჩვენი მაჟორიტარების ფრაქციიდან და შეუერთდა სხვა ფრაქციის მაჟორიტარებს. გავიდა უცრესობა განცხადება. ძალიან სამწუხაროა რომ დატოვა, ჩვენ არ გვინდა ვიფიქროთ რომ რაღაცა კონკრეტული ზეწოლების გამო დატოვა, მაგრამ იკვეთება ის რომ მას ბოლომდე თავისნებით არ დაუტოვებია ფრაქცია, ხორციელდებოდა გარკვეული ზემოქმედება ამ ადამიანზე. ალბათ თვითონ რო კონდეს იმის შესაძლებლობა რომ ღიად ისაუბროს ამაზე კარგი იქნებოდა, მაგრამ ისიც მესმის რომ ადამიანი შეზღუდულია და ბოლომდე სიმართლეს ესეთ შემთხვევებში ვერ ამბობს ხოლმე. მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტი კიდევ ორ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. ერთი ეს არის ამინისტიის საკითხი, რომელიც თავად საჯარო აღსრულების სამინისტროს მიერ არის შემოსული პარლამენტში და ასევე სახალხო დამცველის კანდიდატურა. თუმცა სახალხო დამცველის შესაძლო ახალ კანდიდატურამდე ჯერჯერობით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს იმაზე, მოუხსნის თუ არა უფლებამოსილებას ძველ სახალხო დამცველს, ვინაიდან გიორგი ტუღუში ისე არის გადაყვანილი საჯარო აღსრულების ministris თანამდებობაზე, რომ მას ჯერ განცხადება სახალხო დამცველის თანამდებობის დატოვებაზე დაწერილი არ აქვს. შესაბამისად, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მეკა ბესელიამ განაცხადა, მომდინარე კვირის განმავლობაში ისინი იმჯელებენ როგორც ამინისტიასთან დაკავშირებით თუ რა ტიპის დანაშაულის მქონე მსჯავრდებულები დატოვებენ საპატიმროებს, ასევე განიხილავენ და განხილული იქნება რამდენიმე კანდიდატურა სახალხო დამცველისა, ასევე თავად ფრაქციებისა და კომიტეტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი კანდიდატები დაასახელონ სახალხო დამცველის თანამდებობაზე. ამ კვირაში გვექნება კომიტეტების ფარგლებში მუშაობა სახალხო დამცველთან დაკავშირებით. ორშაბათის ბიუროს ხდომისთვის უკვე იქნება განსაზღვრული ვადა, ჯერ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს პარლამენტი. შემდეგ კვირაში ყოფილი სახალხო დამცველის და ამის შემდგომ ბუნებრივია ახალი ვადა იქნება ათვლილი და შესაბამისად კონსულტაციები იქნება ამ კვირაში და იმ კვირისთვის უკვე მას შემდეგ რაც უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პარლამენტის ფრაქციებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი კანდიდატები დაარეგისტრირონ. ყველა ამ თემებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე საკომიტეტო რეჟიმში იმსჯელებს პარლამენტი და იმუშავებს ამ საკითხებზე. უკვე საკომიტეტო მოსმენების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, თუკი ისინი თავად საკომიტეტო განხილვებზე იქნება მიღებული, მაშინ უკვე მომდევნო სასესიო კვირაში სესიაზე განსახილველ ნუსხაში ჩაისმევა და უკვე პარლამენტის სესიის ფორმატში იმსჯელებს ამ საკითხებზე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც უკვე დაგისახელეთ, არის ამინისტია და სახალხო დამცველის კანდიდატურა. პარლამენტში განსახილველ საკითხებზე პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა.